3 საუკუნის შემდეგ ბაგრატის ტაძარზე ჯვარი აღიმართა 2 მეტრიანი ბრინჯაოს ჭედური ჯვარი, რომელიც 300 კილოგრამს იწონის ქუთაისის ყველა ცენტრალური წერტილიდან ჩანს. ჯვარი არქიტექტორ რესტავრატორ ვანო გრემელაშვილის ნახაზით დამუშავდა ის ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ აკურთხა. ტაძარი მეფე ბაგრატ მესამემ დააარსა, მისი მშენებლობა კი 1003 წელს დასრულდა. ძეგლი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს შეიტანეს. და ლიკა ხურციძე გვერდება პირდაპირ ეთერში ქუთაისიდან. ლიკა, კონკრეტულად რა განცხადებები გაკეთა ჯვრის აღმართვის შემდეგ და ზოგადად რას ამბობენ დამსწრე საზოგადოება, რისი სიმბოლოა ეს? ლევან, მე გეტყვი, რომ ჯვარი უკვე აღმართულია, როგორც შენ თქვი, ზუსტად 3 საუკუნის შემდეგ ბაგრატის ტაძარზე აღიმართა ბრინჯაოს მოჩუქურთმებული ჯვარი, რომლის სიმაღლე 2 მეტრია. დილიდან დღეს ბაგრატის ტაძრის ეზოში შეკრებილი იყო უამრავი ადამიანი. აქ იყვნენ ჩამოსული როგორც საქართველოს ყველა კუთხიდან, ასევე საქართველოში ამ დროისთვის ვიზიტად მყოფი ტურისტები, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი არის თავად ის ფაქტი, რომ 3 საუკუნის შემდეგ ეს ტაძარი, რომელიც ქუთაისისთვის და საქართველოსთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შუა საუკუნეების ხელოვნების ძეგლია, არის მთლიანად რეაბილიტირებული და მას პირველად სწორედ შუა საუკუნეების სახე აქვს მიცემული. აქ შეკრებილი ხალხი ამბობდა, რომ განწყობა იყო ამაღლებული, იმიტომ რომ თავად ბაგრატის ტაძრის მდებარეობა არის ისეთი, რომ ის ქუთაისის ყველა მნიშვნელოვანი წერტილიდან ჩანს. შესაბამისად, ჯვარიც, რომელიც დღეს ქუთათელ გაერნათელმა მიტროპოლიტმა აკურთხა, ქუთაისის ყველა წერტილიდან ჩანს და მოსახლეობა ამბობდა, რომ ერთგვარად ეს არის მთელი საქართველოს გაერთიანების და გამთლიანების სიმბოლო. პირველად ვარ საქართველოში და ქუთაისში, ძალიან მომწონს. ლამაზია და ვფიქრობ, ერთგვარად მშვიდობის სიმბოლოა. მე ვარ ძირძველი ქუთაისელი, ოჯახით. დღესა ვარ ძალიან ბედნიერი. ჩემთვის აი ამ ტაძარზე ჯვრის დადგმა ასოცირდება საქართველოს გაერთიანებასთან. და მინდა ყველა ქართველს, ქუთაისელს, თბილისელს, მთელ საქართველოს მიულოცო ეს ბედნიერი დღე. ამაღლებული, შეუდარებელი, ალბათ ჩემს ცხოვრებაში ასეთი დღე, განსაკუთრებით ის მომენტი, როდესაც ჯვარი აწიეს ზემოთ და იქონდათ გუმბათის დასამაგრებლად. არ ვიცი, რაცრებლებს აღარ ვიკავებთ. შეიძლება ამ დღეს შეადარო, ამ დიდებულ დღეს არ ვიცი. ულოცავ მთელ საქართველოს დღევანდელ დღეს, გამთლიანებული იყოს საქართველო, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. მე შეგახსენებთ, რომ ბაგრატის ტაძარი 1692 წელს მე-17 საუკუნის მიწურულს თურქების შემოსევის დროს დაინგრა და მას შემდეგ ამ ტაძრის რეაბილიტირება იყო დაგეგმილი, თუმცა ეს გადაწყდა რამდენიმე ხნის წინ, რადგან ტაძარი იყო სავალალო მდგომარეობაში. ამჟამად ბაგრატის ტაძარს აქვს პირვანდელი სახე, ანუ ზუსტად ისეთი, როგორც ეს იყო ბაგრატ მესამის დროს, მისი აშენების დროს მე-11 საუკუნეებში. რაც შეეხება თავად ტაძრის მდგომარეობას, ის მთლიანად არის გადახურული. თქვენ ალბათ ჩემს უკან კადრში ხედავთ, რომ მას აქვს მწვანე გადახურვა, ესეც სწორედ შუა საუკუნეების კრამიტის მიმსგავსებით ზუსტად ანალოგიური მასალით გაკეთდა და გეტყვით ასევე იმასაც, რომ თუ კი ბაგრატის ტაძრის სეისმომედეგობა აქამდე იყო 0 ბალზე, ეხა ამ შემთხვევაში უკვე ბაგრატის ტაძარი გამაგრებულია და რეაბილიტირებული იმდენად, რომ მას 8 ბალიანი მიწისძვრის გაძლება შეუძლია. რაც შეეხება ქუთათელ გაენათელ მიტროპოლიტს ლევან, როგორც შენ უკვე ახსენე, მან აქ საზეიმო წირვა ჩაატარა, ასევე განცხადებები გაკეთდა იმის შესახებ, რომ ბაგრატის ტაძარი არის ერთგვარად გამთლიანების და გაერთიანებული საქართველოს სიმბოლო. ამ ეტაპისთვის ბაგრატის ტაძარში დარჩენილი არის მხოლოდ შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები. შემოჭიმა ურდუებმა დაანგრიეს, აფეთქეს ეს ტაძარი, დაწვეს და უდიდესი განძი გაიტაცეს. აგერ 321 წელი გავიდა. ეს ტაძარი არის საქართველოს ერთიანობის სიმბოლო. აღიმართა გუმბათის ჯვარიც, ეს ჯვარი გაკეთდა სრული წესით დასვით ჭედური ბრინჯაოთი და ფაქტობრივად იმ პროპორციული ანალიზი, რომელიც დაემყარა მთლიან ტაძრის აღდგენას, ამ ჯვარსაც დამეთანხმებით იდეალურად მოუხდა. სამუშაოები გარედან დასრულდა, დაგვრჩა ერთი მცირე ეტაპი ინტერიერისა, ისიც სულ მალე დასრულდება და მინდა ვისურვო ყველა ვინც იყო შინაგანად თუ სიტყვით წინააღმდეგი ბაგრატის ტაძრის ყველა მობრძანდეს კიდევ ერთხელ ნახოს და ეჭვამეპარება დამეთანხმება, რომ ეს საქმე აუცილებლად უნდა დაგვირგვინებულიყო ისე როგორც დაგვირგვინდა. აღდგენილი და რეაბილიტირებული ბაგრატის ტაძარზე ჯვრის აღმართვის საზეიმო ცერემონია უკვე დასრულდა. ამ დროისთვის ბაგრატის ტაძრის ეზოში ტურისტები მოდიან.
დიდი მადლობა ლიკა, ლიკა ხურციძე საუბრობდა ქუთაისიდან მოამბის პირდაპირ ეთერში. ქუთაისში ბაგრატის ტაძრის გუმბათზე ჯვრის აღმართვის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტის დაესწრო მიხეილ სააკაშვილი